და განვაგრძოთ ინტერნეტ სიახლეებით, საინტერესო ამბები მოიძიეს ჩვენმა მეგობრებმა. მოკლედ 8 წლის პარალიზებულ ბიჭს ექიმებმა სიარულის უნარი დაუბრუნეს. სამედიცინო სფეროს ექსპერტების თქმით, ბიჭს ერთ-ერთი მიტოქონდრიული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მიტოქონდრია უჯრედებისთვის ენერგიის გამომუშავების წყაროს წარმოადგენს, როდესაც მისი ფუნქციონირება ირღვევა, უჯრედს საკმარისი რაოდენობის ენერგია ვეღარ მიეწოდება. ეს ყველაფერი კი დამბლას, კიდურების გაშეშებასა და ქრონიკულ დაღლილობას იწვევს. დიაგნოზის დასმიდან 3 თვის შემდეგ არასრულწლოვანი ეტლის გარეშე ვეღარ გადაადგილდებოდა. პაციენტს მკვლელობებმა მკურნალობა ექსპერიმენტალური ნაერთით, სახელწოდებით 4H-ბით დაუწყეს, როგორც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, ის ორგანიზმს იმ ფერმენტის გამომუშავებაში ეხმარება, რომელიც მიტოქონდრიებში ცხიმის ენერგიად გარდაქმნაზეა პასუხისმგებელი. ექსპერიმენტალური ნაერთის ეფექტურობა თავდაპირველად თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რის შემდეგაც მკვლევართა გუნდმა ამერიკის შეერთებულ შტატებს წამლისა და სურსათის ადმინისტრაციისგან მისი გამოყენების უფლება ითხოვა. შესაბამისი ავტორიზაციის მიღების შემდეგ ბიჭმა პრეპარატის სახელწოდებით 4H-ის მიღება ყოველდღიურად დაიწყო. მკურნალობიდან 2 თვეში კი მან ოჯახთან ერთად კილომეტრზე მეტის გავლაც კი შეძლო. როგორც მკვლევრებმა განაცხადეს, აღნიშნული შემთხვევა მიტოქონდრიული აშლილობების მკურნალობაში ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და მე იმედი მაქვს, რომ ყველა ბავშვი გაივლის ფეხზე და ყველა ბავშვი გაიქცევა თავისი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. კი ბატონო, თანაც მაშინ, როდესაც ყველაფერი ძალიან ვითარდება, განსაკუთრებით ძალიან სწრაფად ვითარდება მედიცინა და კიდევ უფრო მეტი საიმედო და საიმედო კვლევები გვაქვს ხოლმე ხელთ.